რის ვაი ვაგლახითა და გიორგი ბატონიშვილის მსხვერპლით შეპირობებული და ძლივს დალაგებული საქმე უეცრად ისევ აირია. ფარხად-ფაშამ თავის სადგომში იხმო ომან ჩოლოყაშვილი და მრავალი წყალობა უყო. ბაჯაღლო ოქროს ძეწვები და სამაჯურები მოუკითხა. ხოლო თუ კახ ბატონიშვილს გაყვებოდა სტამბოლს, განდიდება და მრავალ სარფიანობა ახუთქვა. ხონთქრისა და საერთოდ ბრწყინვალე პორტას შორს გამიზნული ყურადღება უწინასწარმეტყველა. ომანმა ყურისქვიტა. აქან ხაფანგი იყო, ან დიდი გამოსარჩენი. მაგრამ ფარხად-ფაშა თავისებური სიფრთხილით აწარმოებდა საუბარს. ალექსანდრე მეფის სასახლის კარის გარიგებასა და საერთო ცხოვრებას ეხებოდა. ბატონიშვილებს, ნადიმებს, ნადირობას და ბოლო სხვათა შორის ჩაუსაუბრა. რა საჩუქრები ამება ჩვენთან სასტუმროდ გამზადებულ ბატონიშვილს? ფარხადს კარგად ახსოვდა სტამბოლიდან დანაბარები. ჩვენ კახ ბატონიშვილი არაუბრალო მძევლად სტამბოლსგან საცხრომად გვჭირდება, არამედ ჩვენს მომხრედ, კახეთში, ჩვენს ჭკუაზე გასამეფებლად. რა საჩუქრები? გიორგი ბატონიშვილს? და უეცრად აქ გაუელვა იმ ზრახვამ, რომლის შესახებაც ზოგადად და უყალიბოდ არაერთ გზის უფიქრია და ჩუმჩუმად უოცნებია. აქ არის, სწორედ აქ გასაღები ფარხად-ფაშის ჭიანურა საუბრის ძირა აზრისა. და აქვეა მისი, ომანის ზრახვის ნაღდის სათავე და საწინდარი. საოცარია, რომ მას და ფარხადს სულ სხვადასხვა სწადიათ. მაგრამ მათი საწადელი ურთიერთს დიდებულად ესადაგება. ხელს უწყობს. სულ ცოტა რამ და სულ სხვა ბედსა და გზას წამოაგდებს ახალი ომანური ფანდი. გიორგი ბატონიშვილს უფრო სათამაშოები სჭირდება, აი ბურთი, ჩოგანი, კვიცები, თურქული დოლები. ომანმა ოდნავი კილვის კილო გააკრა ნათქვამს და ფარხად-ფაშას წარბების შეკვრა რომ შეატყო, უფრო მიამიტად განაგრძო. საჭმელად რძე უფრო უყვარს, შაქარლამა, ნუღლი. აი მისი უფროსი ძმები კი ტანკენარები და სახეწყობილნი არიან, რჩეული ვაჟკაცებიც. ბრწყინვალე პორტას ღირსეულად დაამშვენებდნენ. ფარხად-ფაშა წამოდგა და უკვე მკაცრად კითხა. რამდენი წლისაა გიორგი? სრულწლოვანი მაინც ყოფილიყო. გაღმა თათბირზე ალექსანდრეს მიერ ნათქვამი გაიმეორა ომანმა. ახლა თავისიც დასინა. დავითი და ერეკლე ბატონიშვილები კი სრულწლოვანები არიან. თავის გუნებაში კი ომან აურს ჩუმი ზრახვა და წირეხა. მათში ერეკლეა უფროსი. ის რომ არ იყოს ტახტის მემკვიდრედ ჩემი გაზრდილი დავითი იქნებოდა. ტკიპასავით ჩაჭიდებულმა ფიქრმა ენა აუყვიმატა ომანს. გიორგი ბალღია, ჩემო ბატონო, ყველაზე ნაბოლარა. ფარხად-ფაშას სიბრაზე წამოაცხრა. მე არც გადია გახლავართ, არც ნაბოლარების წამყვანი. ასევე აუწყეთ კახის კანდერს. დანარჩენს
ჩემი ზარბაზნები განუმარტავენ. სამი დღე მაცალეთ დიდებულო სარდალო და თუ მე აქ არ გავჩდი სრულწლოვანი ბატონიშვილის თანხლებით, მას ზეგ საღამოს თქვენი ზარბაზნის ხმით ჩემი სიტყვის ჭეშმარიტება და მიმოწმეთ. კახთ მეფისა და დიდებულთა წინაშე. ფარხად-ფაშამ ერთხელ კიდევ აზომ დაზომა კახი თავადი, შეაფასა მისი ნათქვამი და მოკლედ მოშრა. ზეგ საღამოს მე თავად ჩამოვალ მტკვარზე. ომანის უმცირე ამალი დაოთხით მიქროდა მტკვრისაკენ. ორი დღის სავალი ერთ დღეში მოილია. ღამე ცხენი გამოიცვალა, ხლებების დასტოვა. სულ სხვა ადგილზე ცხენცურვით ფარულად გადალახა მტკვარი. ალექსანდრეს ბანაკ შორიდანვე უგანა და ბიამან ტყის ბილიკით ივრის ნაპირს მიაშურა. თავგანწირულად მიქროდა. მტკვრის შემდგომ თითქმის მთლიანად გალუმპულს მხოლოდ შებურული შუბლი ჰქონდა მშრალი. აკვიატებულ ფიქრს კი არც ღველფიანი საბუთიანობა აკლდა. რა მნიშვნელობა აქვს კახეთისათვის, რომელი ბატონიშვილი წავა მძევლად სტამბოლს, ოღონდ თურქთა შემოსევისაგან იხსნას. ჩემთვის კი მნიშვნელობა აქვს. დიდი მნიშვნელობა. ჯერ კიდევ გათენებამდე მიაღწია უფადარს. დაღლილი, მაგრამ ცდელი ხელით შეაღო თავისი სასახლის ფარული კარი. აშვებული ნაგაზები უმალ დააშოშმინა და ძილმორეული დარაჯი ჯერ დატუქსა, მერმე დაკითხა. სასახლეში უცხო ხომ არავინ არის? არა ბატონო. დავით ბატონიშვილის საბრძანდება. თუ ხელზედმეტად გიახლათ ღვინო, ახლა თავის საწოლში გახლავთ, იქ მოვასვენეთ. წამიძეხ. ჩემი აქ მოსვლა არც ვინ უნდა დაინახოს და არც ვინ უნდა გაიგოს. ენა. ომანმა კბილები მეტყველად დაახრჭიალა და პირზე ისევ აიფარა. ოთახში ღამის შანდალიენთო. ბატონიშვილს საბანი გადახტოდა, ბალიშიდან თავი ჩამოვარდნოდა და ფრუტუნით სუნთქავდა. თვალსაც შფოთიანად ეძინა. გამხდარსა და გაფითრებულს ახლა ღაწვებზე ღვინის სიწითლე დასტყობოდა. ლამაზა და კოკრილი ულაშები აშლოდა. გულნაღეღ პერანგში ხვანჩიანი კისერი მოუჩანდა. გააღვიძე, სიტყვა მიუგდო დარაჯს და თავად ახალი სანთელი აანთო. გვერდის კარში შევიდა. აქ მისი საწოლი იყო. კედელში ჩაფარულ და ჩარკინულ განჯინას მიაშურა. იდუმალი საკეტი მოუნახა და გამოაღო. მცირე ქილაკები შეათვალიერა, იპოვნა საჭირო წამალი, ოდესმე ჩამჩი ექიმისგან საიდუმლო ჩენაძენი. ისევ დავითთან შემობრუნდა. დარაჯი ამაოდ ცდილობდა ნამთვრალების გამოღვიძებას. ბატონიშვილს ძილქუშისათვის თავი ვერ წაერთმია და ყრუდ ლუღლუღებდა. არიღვიძებს? კარგი. სადი, მიდარაჯე. არ ვინ შემოვიდეს ვიდრე აქ ავარო. დარაჯი დაითხოვა. კარი ჩაიკეტა და ღვინის ფიალაში მცირე ქილაკიდან ფხვნილი ჩაყარა. ღვინოც დაუმატა. ბატონიშვილო, და რომ ვერა გააგონარა, წყალი ასხურა და შეაფხიზლა. დავითი წამოჯდა ლოგინზე და ჯერ აზრ ჩაუმდგარი თვალებით შეჰყურებდა თავის მამამდეს. აჰა, პირი შეიმშრალე და ყური მიგდე. მეჩქარება.
გათენებამდე უნდა გავასწრო აქედან. პირსახოცი მიაწოდა ომანმა და პირდაპირ შეუდგა საქმეს. შენ გწაც თუ არა მეფობა კახეთში? დავითის ოდნავ სიფხიზლე ჩაწოლილ გუმანს ისევ ღვინის გამოუნელებელი ბუღი მოედო და თავში აუვარდა. რაო? რა მინდაო? შენ გწაც მეფობა თუ არა? მალე მითხარ. საშურო საქმეა, აქ მარტონი ვართ. დავითს მოფიქრების საშუალება არც ჰქონდა, მგონება არც სჭიროდა. მინდა ნებიერად წაიღუღუნა. მაშინ დალიე და ხელში ფხვნილ გახსნილი ღვინით სავსე ფიალა მიაწოდა. რა არის? საწამლავი. დავითი ახლა კი სრულიად გამოფხიზლდა. აზრზე მოვიდა, ფიალა ფრთხილად დასდო და თავის მამამტეს თვალგატეხილად შეხედა. საწამლავი? მერმერად უნდა დავლიო? არა, არ მოკლავს. ავად გაგხდის. ავად? მერმერა საჭიროა. მე ავადობა და სისუსტე ისედაც არ მაკლია მგონებ. მკითხავ. საიდუმლოს ვერ შემინახავ. თავს გამშღავნებ და საქმეს წაახდე. შეგინახავ საიდუმლოს. ჩემი თავისათვის ავი არ ამწაც. ისე ვერ დავლევ. დავითი წამოდგა და ფოსტლებში წაყო ფეხები. ახლა მაღალი და უფრო გამხდარი გამოჩნდა. ოდესმე დამიმადლებ. ტახტს მოგიტანს ეგ ფიალა. დაგიმადლებ, თუ კი. ჯერ ენა არ მოუბრუნდა დავითს. საბანი სულ გადიგდო, თავის მამამტეს დამწვრთნელს გულის პირში ხელი ჩაავლო. თუ კი ტახტს მომიტანს ოდესმე, თუნდაც მოკლეხნით. მაინც დავლევ. რა რიგ ცუდიც არ უნდა იყოს. დავითს ლოკინი წამოაცვა. გამოუნელებელი ღვინის სუნი ამოაქარვა. ომანის გულის პირში ჩავლებული გრძელ თითება ნატიფი ხელი მოუთმელად უცახცახებდა. ომანი აღარ ყოყმანობდა. მან კარგად იცოდა, რომ თავისი გაზრდილის არც თუ ჯანსაღ სხეულში და ხასიათში თავისებურ რაინდობასთან ერთად დიდი სახელსიხარბეცა და პატივმოყვარეობაც ჭარბად ბუდობდა. არც თაკილობდა ამ მიდრეკილებათა გაღვივებას. განა ამ ქვეყნის დიდი საქმენი უმეტესწილად სახელსიხარბისა და პატივმოყვარეობის კლავ მუხლებით არ არიან გაკაჩულნი? მოგიტანს, მე მოვატანინებ. მერმე ერთად ავაყვავოთ კახეთი. დაჯეკ, ყური მიგდე. ახლა ღრმადი გულისხმე. მერმე ყველაფერი დაივიწყე, ვითომ არა თქმულ არაა ჩვენ შორის. ომანმა ლოგინზე დასვა დავითი და თავზე დაადგა. ერთ-ერთი ბატონიშვილი უსათუოდ უნდა წავიდეს. ძევლად, სტამბოლს. დიახ, ვიცი გიორგი მიდის, ასე გავიგე. გიორგის არიღებს ფარხად-ფაშა. სრულწლოვანი და ვაშკაცებული ბატონიშვილის წაც. ერთ-ერთს. ან შენ, ან ერეკლეს მოგიწევთ წასვლა. გაარშივება და გაქცევა სტამბოლს. არ მესმის? ხმა შეძრულად შეძახა დავითმა. განგებ, თითქოს მამას განუდგეს და სტამბოლს წავიდეს,
კახეთის ტახტის მაძიებლად, ეს ირანისათვის და რუსეთისათვის, სტამბოლისათვის კი სასურველ მძევლად მიდის. ხოლო თავისთვის კახეთსაც და ტახტსაც სამუდამოდ კარგავს. ფიქრობ, დიდი დღენიც არ უწერია. ესმის, გიორგი არ გამოდგა? ახლა ჩემზეა ჯერი? ხმა ჩაკარგულად წაიჩურჩულა დავითმა. თუ ავად გახდი, დაუმანმა მეტყველად გადახედა ფიალას. თუ მე ავად? მაშინ ერეკლეს? აზრაკვიატებულად ჩაეკითხა თავის თავს. ჩაეძია კიდევაც. თუ მძიმე ავად? მაშინ ტახტის მემკვიდრე. დავითის ახსნებულ აზრს საჭირო კალაპოტი მისცა ომანმა. მე გადავრჩები? სწრაფად ფიქრობდა, მაგრამ შენელებულად აგრძელებდა სიტყვების მარცვლებს. თითქოს უთქმელიც ამავ მარცვლებში იყო. მაშ ან მე, ან იგი. თავბრუ ეხოვოდა დავითს. ეხვეოდა და სყუროდა. ხელი წაუწია ფიალას, მაგრამ გველნაკბენივით უშვა. როდემდის უნდა გადაწყ. ხოჯია კბილმა უბძარა, გააწყვეტინა სიტყვა და სხვანათქვამი გამოუსხლიდა. როდის უნდა შევსვა? ახლავე, ხვალ საღამოს ზარბაზნები რომ დაიქუხებენ გაღმიდან, შენ უკვე მძიმე ავად უნდა იყო, თორემ ტივზე გაგსვავენ უეჭველად. ტივზე გამსვავენ? დავითი წამოიჭრა და ტივზე გასმულივით დატორტმანდა. თვალ ელამად მიმოიხედა. ეჭვს ვერ აიღებენ? ხოლო ჩვენ ორთა ვიცით. შემძიმე ავადობის უმალ დაგიჯერებენ. ჯერ არც ვინ იცის გიორგი ბატონიშვილის მიუღებლობა. ელჩი მე ვარ. დანარჩენი კი ჩემზე იყოს. ავადობა კი წინასწარ უნდა აცნობო მამას. არა, უმჯობესია დედას. სიტყვა შეასწორა ომანმა და უფრო შემოფარგლა დრო. მე ფეხს ავითრევ და ვიდრე მივახწევ მეფის ბანაკს, იქ უკვე უნდა იცოდნენ შენი უმწეოდ ყოფნა. დავითი ჩაემხო ბალიშში. მარტო დამტოვე. მაცალე ცოტა. მერმე წამოვარდა, ისევ მიეჭრა ომანს. იქნე მთხოვრას მე. როდესაც გაგამეფებ, ოდესმე. ვერ მეკთხო. ერის თაობას. პირველ დროშას დამიბრუნებ. ამაზე სხვა დროს. ახლა კი ჩემი თანდასწრებით უნდა შესვა. შენ სიცოცხლეზე მე ვაგებ პასუხს. მეფისა და ჩვენი მომავლის წინაშე. თავის წვრთნილს მიეფადილა ომანი. გაუადვილა. მერმე არ შეშინდე. ხურვებასა და ალხს დაგიწყებს. გრემში გადააყვანინე თავი. ექიმები დაიხვიე. ფიქრი არ არის. იქ მტკვარზე ტივზე გაჯდომა ბევრად უფრო სახიფათოა. წყალში გადავარდნა გერჩიოს. აირჩიე, ტივი თუ ტახტი. ამ შედარებამ საბოლოოდ მოსტეხა დავითი. უეცრად ეტაკა ერთი სულის მოთქმით შესვა მთელი ფიალა. ჩვეულებრივი ძველი ღვინის გემო ჰქონდა. სულ ოდნავი ხელი დაკრავდა ძლივ შეცამჩნევი. დავითმა გაკვირვებით შეხედა თავის მამამტეს და უეცრად ეს ყოველივე
ნაბახურებს იზმრად წარმოიდგინა, მაგრამ ომანს უკვე შებორულ სახეზე რომ შეხედა, ისევ იცხადა ყველაფერი. ახლა უკვე შეთქმულები იყვნენ. გახსოვდეს, ჩემი აქ მოსვლა არავინ იცის, კვლავ გააფრთხილა ომანმა. კი, მაგრამ დარაჯმა ეჭვია ეშალა შეთქმულ ბატონიშვილს. არც მას ეცოდინება. უსალამოდ კარი გაიხურა და კიბეზე ჩაინაცვლა. ზედ თავისი სველი კვალები შეამჩნია. დილამდე ესეც აშრება. გაიფიქრა და დარაჯი ფარულ კარსიკით გაიყოლა. სისხამ აისის ფერზე მუქწვანედ გამომზირალ ტყეს მიაშურა. ცხენზე შეჯდომისას უზანგის დასაჭერად მოახლოებულ დარაჯს ხმალი გადუქნია, კერდამდე ჩაჩეხა, უსულოდ დააგდო და ჭალებს შეეფარა. შუადღისას ისევ მტკვრის გაღმა იყო. ხოლოდ აქ ჩამოხდა. ცხენი ბალახზე მიუშვა და თავადაც ქანს გაცლილ ძილს მისცა თავი. კახთბანაკში მოუთმელად ელოდნენ. გაღმიდან ომან ჩოლოყაშვილს, ალაზნის მხრიდან ზოსიმესა და გიორგი ბატონიშვილს. არ ჩანს ვინმე? ხშირ-ხშირად კითხავდა ხოლმე კახთბატონი მაღალ ხეებზე შემძვრალ მზვერავებს. მაგრამ ჯერ არც ომანი ჩანდა და არც ზოსიმე. საღამოს დედოფლის მალე მსრბოლი მოუვიდა ალექსანდრეს. დავითის მძიმე ავადობას ატყობინებდა. თურმე უკვე ერთი კვირაა შეუბრუნებია გულისყრასა და ხურვებას. ამჟამად მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილა. ჯალამბარებზე დაკრული მოყავთ გრემს. ახლა გიორგიც ზოსიმე ბერდიც მიჰყავს სადღაც. მეტი ვეღარ წაიკითხა ალექსანდრემ. ჩანს დედასაც ხელი აღკანკალებოდა. მამის თვალშიაც ამოძრავდნენ სტრიქონები. ისევ ერეკლე ბატონიშვილი იხმო. სხვას აღარავის გაუმხილა. ლაშქარში მყოფი მანასე ჯიღაური გააყოლა და დავითის სანახავად აფრინა. იქნებ უფადარს ჩაუსწროთ. ან გზაში დაეწიოთ. ნახე, უმალ უკანა მობრუნდით. მაცნობეთ რა ამბავია ჩვენს თავზე. ხოლოდ ღამიანად მოვიდა კახთბანაკში ომან ჩოლოყაშვილი. აუგი ამბავი მოიტანა. გიორგი ბატონიშვილს ყმაწვილობის გამო არ ყაბულობენ თურქნი. სხვა ყველაფერი გარიგდა. ამ ხრივ არ მოხერხდა ფაშას და თათბირება. სხვა გამოსავალი უნდა ვძებნოთ. მდგომარეობა მეტად სავალალოა. ომანმა სიტყვა დაამთავრა და ჩუმად მიჯდა. შუაღამემდე გასტანა დიდბა თათბირმა. ვერაფერ გზას ვერ დაადგნენ კახნი. ბოლოს ისევ ომანმა აღიმაღლა ხმა. მამისათვის ერთნაირად საყვარელია ყველა შვილი, ხოლო საშველი არ არის. არც ჩანს გამოსავალი სხვა რამ და თუ ჩვენი ბატონი მეფე მამა დავითისა, მე უბედური მოგეხსენებათ მისი მამამტე და აღმზრდელი გახლავართ. ერეკლე ბატონიშვილი მემკვიდრეა და ტახტის ბურჯი. მაშასა და მე? ომანმა ხმა გასწყვიტა. ყველას მოავლო თვალი. ალექსანდრე მეფესაც შეხედა. გულში იცა ხელი და დაიხარა. შავი წილი
ჩემს გაზრდილს სახვდა, მან უნდა გვიხსნას. მე თავად ვეახლები უფადარს, შევუმცხადებ. მისი თავგანწირვა მოგეხსენებათ უმალ გეახლებით. ფარხად ფაშასთანაც და სტამბოლშიაც თავად წავყვები. მეტი აღარა დაგვრჩენია რა, ქვეყნის საშველად. ომანმა სული მოითქვა და უფრო ხმადაბლა განაგრძო. ხოლოდ დავითის მამა ბატონი გამიგებს, რა ტრიალებს ახლა ჩემს გულში. გონებ ყველას წარსათქმელი მე ვთქვი. ესეც მე მერგო წილად. ალექსანდრემ იცოდა, რომ ეს მართლაც ყველას მწარსათქმელი იყო. მაგრამ ყველამ არ იცოდა ყველაფერი. მაგალითად, დავითის მძიმე ავადმყოფობა. არა, ჯანზე რომ ყოფილიყო, უთოდ დაასკვნიდა შესაბამისად. სხვა საშველი არ იყო მართლაც, მაგრამ ახლა, როდესაც ავად არის, ომანის თქმისა არ იყოს თუ არც დავითი და მაშინ ერეკლე ტახტის ბურჯიღა დარჩა. და ერთიც იყო აქ ოყმანის ღრმა დაფარული მიზეზი. ომან ჩოლოყაშვილს ყველგან და ყველაფერში სრულიად არ ენდობოდა ალექსანდრე. არც მაინდა-მაინც თავისი კვიმატი დავითის მაღალ ზნეობის იმედი ჰქონდა. თავად წაწწაყოლა? ბოლოს არ გამართლდეს მოგონილი გაარშივება? არა. დავითი კი უნდა გაუშვა. ასეთი რა სჭირს? დედის გაზვიადებული შიში უფრო იქნება. ალბათ მოიკეთებს და მაინცა და მაინც გვაცლის ფარხად-ფაშა. მაგრამ ამ გაქუცულ მელას კი არ ვაახლებს სტამბოლს. ხაფანგი არ დამიგოს რამე. სხვა გზა არ არის, ომანი მართალია დაასკვნა ალექსანდრემ. და რაგინ მძიმეც არ უნდა იყოს მამისათვის და მამამტესათვის, ვაგლახ ჩვენ, მაგრამ საქმეში კი ერთობლივი მხარდგომა გვმართებს. ომან ჩემო, ხვალ გაბრუნდები განჯას და ჩვენ გადაწყვეტილებას აუწყებ არხაც. დროც უნდა ითხოვო ახალ სრულწლოვან ბატონიშვილის გამოსაწყობ გასამზადებლად. ხვალ საღამოს თავად ფარხად-ფაშა მობრძანდება მტკვრის პირას თურქთა ბანაკში. ამ დროსათვის გადაჭრით პასუხიც უნდა ვაუწყოთ სარდალს. დროსაც არ მოგცემს. ზარბაზნების მუქარაც იკადრა სარდალმა. დაბალ ხმაზე მეტყველებდა ომანი. თან ალექსანდრე საკვირდებოდა და ვერ გაეგო, იცის თუ არა დავითის საბადობა? იცის და დროს ამიტო ითხოვს თუ? არა, არ იცის, თორემ მე გამგზავნიდა ავადმყოფთან. ალექსანდრეს სახეზე ვერაფერი ამოიკითხა ომანმა. ღელავდა და გულიც მოსდიოდა ამის გამო. თათბირი ჯერ არც იყო დამთავრებული, როდესაც სეფე კარავში ერეკლე ბატონიშვილი და ზოსიმე ბერდიდი შემოვიდნენ. გიორგი კი გარეთ დარჩა. ჯერ ერთი იგი არასრულწლოვანი იყო და მერმეც კარის გარიგების დაუწერავ, მაგრამ მტკიცედ დაცულ წესით მძევლად მიმავალი ბატონიშვილი ვერ დაესწრებოდა სეფე თათბირს. ამისათვის მეფის კერძო დასტური იყო საჭირო. ერეკლე მეფის წულის შეკუფრული სახით წარდგა მამის წინაშე. ბატონიშვილი გიორგი სეფე თათბირზე ხლების ნებას ითხოვს. ჯერ ეს მოგვახსენე, სად და როგორ არის დავით ბატონიშვილი?
ალექსანდრე მთელი ტანით მობრუნდა შვილისაკენ. სწოდნია. საფეთქლის ძარღვი შეუთამაშდა ომანს. მამაო, მეფეო, მოგახსენებთ. ხმა ხანდაზმულად უპასუხა ერეკლემ. მამამ გაუგო და შეკრთა. გულმარეჩხი უყო. თუ არც დავითი და მაშინ ერეკლეღა დარჩა. თქვი, საერთოდ მოგვახსენე. სულ მოგზავი დაგხვდა. ექიმები ამბობენ, უკანასკნელ დღეშიაო ჩემი ძმა. ერეკლეს ცრემლი შეეპარა ხმაში და თვალის კილოში. რას ამბობ? რათა? ერთად წამოიძახეს მოთათბირეებმა. უნებურად წამოიშალნენ, ხმაურ მოძრაობა შექმნეს. ყველაზე ხმამაღლა ომან ჩოლოყაშვილმა შეიცხადა და ვიშ-ვიშვით წამოვარდა. ერეკლე ბატონიშვილი გააკვირვა კიდევაც ამ საერთო დაუფარავმა შეშფოთებამ, მისმა ცნობამ თითქოს თავზარი დასცა ყველას. მამა კი გასაგებია. ომანის, მაგრამ აი მაგალითად ყოვლად დინჯსა და დავითის მომდურავ შერმაზან სარდალს ან სხვა დიდებულთ რაღა მოუვიდათ. ერეკლე მიცოდა, რომ უკმეხი და თავგასული დავით ბატონიშვილი არც თუ უყვარდა მრავალთა, ხოლო პირფერული არ იყო ჭმუნვა. შეშფოთებას დაბნეულობას მოყვა. ეს რა კრულვაა ჩვენს თავზე? ახლა კი რაღა ვიღონოთ? რა წყალში ჩავარდეთ? უნებური ჩურჩული გაკრთა კარავში. არც დაგვიჯერებენ. ვაი, უშველებელი შეგვყრია სწორედ. ერეკლე სულ დააბნია ამ ჩურჩულმა. ჯერ მამას შეხედა, მაგრამ მამამ თვალი აარიდა. ჭუნვარ ესახეზე წარბების ხტომა შეუმჩნია შვილმა. ახლა შლილ კარავს მოავლო კვლევის თვალი. ყველანი მას ერეკლეს უმზერდნენ. თითქოს პირველად ხედავდნენ. ხოლო ვისაც ნიშანდობლივ შეაგვირდა, ყველა მტყუანივით აარიდა და სადღაც ქვევით ჩამალა თვალიც და თითქოს სათქმელიც. როდის გამხდარა ავად დავითი? უეცრად შეეკითხა ალექსანდრე და ომანს გადაჰკრა თვალი. მათ რახივით ესუსხა მამამ მტეს თვალის ნასხლეტი, მაგრამ სმენამ დაამშვიდა. თურმე ერთი კვირა ამძიმე დავად. მალე გამორჩენის იმედით არ შემოუთვლია. ასე დროს შეწუხება არ მინდოდაო. ახლა სად არის? თავად ვნახავ. მეც მიახელ მეფე ბატონო, მე უბედური. უფრო ახლო მოდგა ომანი. ხელ ჯალამბრებით მიყავთ კრემისაკენ. გზაში დავეწიეთ. მან ასე დოსტაქარი ვაახლე. და უცებ ერეკლეს მოეჩვენა, რომ არ უჯერებენ მას, რატომღაც საეჭვოდ მიაჩნიათ მისი ნათქვამი. ეჭვობდა მამაც, თითქოს მოთათბირენიც. დაიბნა ერეკლე. მდუმარე ბერდიც მიუბრუნდა. ზოსიმე მოძღვარმაც ნახა თავად. ახლა ყველამ ბერდიც შეხედა. ზოსიმე მიხვდა, რომ აქ რაღაც სხვა, დავითის მძიმე ავადობაზე უფრო დიდი და საშფოთო ამბავი იყო დატრიალებული. ამიტომ ფრთხილად მოზომა სიტყვა. დავით ბატონიშვილი მეტად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ღვთის ძალით მისი გამორჩენის იმედი ვიქონიოთ. ზოსიმეს სიტყვამ უფრო მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. ხვალ ღამემდე ხომ ვეღარ გამორჩება იგი. ვიღაცამ წამოიძახა და თავი ჩახარა. მერმე ყველანი დადუმდნენ. მეფეო ბატონო, გიორგი ბატონიშვილი კარვის კართან დგას. სეფე თათბირზე შემოსვლას ითხოვს და ელის.
ისევ შეახსენა ერეკლემ. ხო, შემოვიდეს. ყრუდ, თავაუღებლად უპასუხა ალექსანდრემ და როდესაც გიორგი წარს დგა მამის წინაშე, მან ჩაღამებული მზერით შეხედა თავის საყვარელ შვილს. აი, აგერ დგას მისი გულსანდომი, როგორ გაზრდილა. ვერ შეამჩნია მამამ. ოდესმე ჩამორგვილი და ძვალმსხვილი ბიჭუნა, ახლა უკვე ზომიერი და ტანმოქნილი, კვარაჭინ ქოჩრიანი ჭაბუკი დამდგარა. აი, დიდრონი, დედისეული გონიერ დარდიანი, მაგრამ მაინც მხნე თვალები, გაშლილი შუბლი, მაღალ ყარყარა კისერი და ჯერ უღინღლო ხაწვები. აი დგას ოდესმე პირველ გამარჯვებად ანათლული მისი შვილი და ახლა იგი მარცხად და ნაკლებად ევლინება მას. ჯერ მის განწირვაზე და გამძევლებაზე იდარდა და გული იწყრულა. ახლა კი მისი გაუგზავნელობა და უვარგისობა აქვს თავსატეხი. ახლა დავითის მძიმე ავადობა მხოლოდ სულ არია და აბურდა საქმის პირი და ბოლო ის მართლა მემკვიდრეს. უფლის წულს ხომ არ გაარშივებს და განწირავს კახთ მეფე. თითქმის თანამოსაყდრეთ დასმულს. ქვეყნის გამგებლად და გამრიგად მომზადებულსა და თავის წურთნილს. დღესვე რომ მოუვიდეს კახთ ბატონს ღვთის წყრომა, მემკვიდრე ღირსეული, ზნემაღალი და ყველას მიერ აღიარებული გვერდში ჰყავს. გვარსა და საქმეს ჩაუდგება. არც დაამდაბლებს. აბა მართლა დავითის შემხედვარე ხომ არ დააგდებს ტახტსა და ქვეყანას. მაგრამ ახლა დავითიც საეჭვო დღეშია. ასეთი რა დავაშავე ღმერთო. წინ გიორგი უდგას, მაგრამ შეშფოთებულ მამას თვალებში გიორგის გაფითრებულ სახეს ხან ერეკლეს სევდიანი სახე ენაცვლებოდა, ხან ავადმყოფ დავითის სოფლიანი შუბლი და ცალღოჯად შეკრული კარიჭა. მამაო მეფეო, დიდებულნო, მე მზად გახლავართ თქვენი სიტყვა აღვასრულო. მამულს ისე გამოვადგე, როგორც თქვენ დაგისკვნიათ. ზოსიმე მოძღვარმა მე ყველაფერი მაუწყა. ჩუმი, ხმით, მაგრამ მტკიცედ განაცხადა გიორგიმ. ამის გაგონებამ სულ ცეცხლი მოუკიდა მამას. ახლა უკვე სიძულვილით შეხედა თავის საყვარელ შვილს. შაშარ ნაკრავივით წამოიჭრა, ყველანი წამოდგნენ. სეფე კარავში თითქოს ჭერი ჩამოწვა, როგორღაც დადაბლდა კარავი. ალექსანდრეს კი სულ ქვაბულად მოეჩვენა იგი. ბორბალოს სენაკად. აი აქ ზოსიმე ბერდიდი დგას. ხატები, ხატის კენჭისყრა, ხატის არჩევანი. ერთი წავიდა უკვე. ახლა კი გაცუდდა. გამტყუნდა ხატის სიტყვა მერმეროდის და რარიგად. როგორი ვერაგობა სცოდნია ხატსას, შურის ზიებაც. მაშ რა დაარქვას ამას, რა იფიქროს, რა გამართლება და გამოსავალი მოუნახოს. ალექსანდრე შეირხა კარავიც, სვეტიც, მოთათბირენიც, შორს ნალანდი გამოქვაბულიც. ფეხი წარს დგა ალექსანდრემ და უფრო შოტოკდა წელში. ერეკლე უმალ გვერდში ამოუდგა. მისმა მკლავმა და საერთოდ შეხებამ უფრო აღელვა, მაგრამ გამოარკვია კიდევაც ალექსანდრე.
მოთადბირენი გულშეძრულად უმზერდნენ შებორძიკებულ მეფესა და მის მესაყდრედ მიჩნეულს. ახლა კუთხეში მდგარი ომარი კი ცდელად ფიქრობდა თავისას. ახლა კი ეტყობა, ყველაფერი ეტყობა სახეზე კახთ ბატონს. მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ ერეკლე ტახტის მემკვიდრე და დღეის მოსაყდრე ხვალ მაინც განწირული იყო. ალექსანდრემ მაინც მოიპოვა სიმტკიცე, მკაცრი, არწივული თვალით გააშეშა ყველა და ცივად ჭედილ ხმით განაცხადა. დაისვენეთ დიდებულნო, ხვალ ახალ სათათბირო დღე და მძიმე საქმე გვიძევს. დღეს კი ბანაკიდან არ ვინ გავიდეს. ომან, ხვალ დავიცეახლები. ელჩად კი გორჯას გაემზადოს. თათბირზე ან ხვალ ნათათბირებს ყველაფერს გავუწყებთ. ღამენებისა. ხომ არ მიხვდა? იცის თუ არა? იქნებ მიხვდა. იყნოსა? არა, ვერ უნდა მიმხვდარიყო მანაურს. მგონებ კარგად მოეწყოს საქმე. ეჭვებში იბნეოდა და თავის თავს ემკითხავებოდა სეფეკარვიდან გამოსული ომან ჩოლოყაშვილი. გათენებამდე არ უძინია ალექსანდრეს. მრავალს ცალ-ცალკე ესაუბრა და დავალება მისცა. სარდლები ერთად იწვია. ხვალ საღამოსათვის სრული მზადყოფნა უბრძანა. დროშის მყრობელნი ეპისკოპოსნიც დაიბარა მტკვრის პირს. მოურავები დაგზავნა. ახალ კაცი ქუდზე ლაშქრის გამოსაყვანად. სურსათისა და აღალის გამოსაღებად. თან ჩუმი გეგმა დასახა. მარცხის შემთხვევაში სადუნად ახიზნულიყო ხალხი. მერმე ჯანდიერი იხმო. ჩადი უფადარს. გარკვიე ხომ არ მოუწამლავთ დავითი? ცუდი ღვინო უსვამსო, ასე დაუსკვნია ჯიღაურს. გათენებისას კი ალექსანდრეს მოახსენეს, რომ ერეკლე ბატონიშვილმა დაარღვია მკაცრი ბრძანება და ცხენ გაიჭრა ბანაკიდან, ვერც დააბრუნეს და არც იციან სად იმყოფება იგი ამჟამად. ახლა კი ზოსიმე ბერი იხმო მეფემ. ნუ თუ იმიტომ ჩამინერგეს ნეობის სიტკბო, რომ წარედ მცადოს, ბერი სტუმდა. ნუ თუ იმიტომ მარწმუნე ხატის ძალა, რომ ჯვარზე მაცვას, ბერი ისევ სტუმდა. მაგრამ ალექსანდრე უეცრად მოერია თავის თავს და სულ გამოცვლილი, ძალად დადინჯებული ხმით განაგრძო. ვინ გავგზავნოთ სტამბოლს? კონსტანტინე უკვე გაგზავნილია. გიორგის არ იღებენ. დავითის სიკვდილის სარეცელს ეწევს. ერეკლე გაიჭრა ბანაკიდან, ამის მეთავად ავდგე და წავიდე. არადა აოხრდება კახეთი. რის ვაი ვაგლახით დაცული ალაზნის მხარე. სტამბოლს წარსაგზავს მე ვერავის გირჩევ. იერუსალიმს წარსაგზავს ზნემაღალსა და ღირსეულს კი გითათბირებ. სტამბოლსა წამსვლელსაც ნამდვილად თუ განგებ გარშივებულსაც. ზნეობრივ მამხილებლად და სულიერ მოწყვრად დაუდგება. ალექსანდრემ ჯერ ვერ გაუგო. თუ ვერ შეიგულისხმა ნათქვამი. მერმე გვიან დაძრული მეხსიერებით აღედგინა ბერის სიტყვა. ვის? ნიკოლოს ეპისკოპოს რუსთველ მარტყოფელს. ჩემს ძმას? ნიკო ხოსროს?
ახლა ვაფრინეთ კაცი, დიდ სახსარს გავატან იერუსალიმს, წმინდა ადგილების ქართულ საყდრებს შეეწიოს, სტამბოლს იქითაც. მაგრამ აქ ვინღა? აქ? სტამბოლს? ისევ მიაძახა უკვე წასულ ზოსიმეს. გარეთ კი თენდებოდა. ალექსანდრე ძლებს იდგა ფეხზე. ოხ, ნეტავ მარიამ დედოფალი ის მაინც იყოს ახლა ახლოს. ის გაუგებდა. გულით და ღვიძლით გაუგებდა. ერთიც წამოიჭრა და კარვის კალთას გაჰკრა. გიორგი ბატონიშვილი. მაგრამ ვიდრე კალთის დაწევას მოასწრებდა, გაფითრებული, თვალშეწითლებული გიორგი მის წინაშე წარსდგა. აქ ვარ მამა. ალექსანდრე მიხვდა, რომ მისკას არც მოშორებია ეს მტრის მიერ დაწუნებული ბატონიშვილი. მე ვარ დამნაშავე. ყველაფრის მიზეზი ხო, მამა? აბა რა ვქნა? გავიზრდები, მსხვერპლს არ დავიშურებ. მამამ ხელი მოავლა შვილს. ზე დაეყარდნო, მიიყვანა, ტახტთან დასვა, თვით მიესვენა სარეცელზე და დაღლილი ხმით ესხა აღმოხდა. ვიცი, შენ არ მიღალატებ. ერთი ნათელ მირონი გვაქვს. ალბათ ერთი გზაც. მერმე ბალიშზე თავი დაუვარდა და თითქოს წასთვლიმა. გიორგის შეურხეველად იჯდა მამის თავთით. უხმოდ და უცრებლოდ გულით ქვითინებდა. ხოლო მამას კი მარცხენა თვალისუპეში გარჩენოდა დაღლისა თუ დარდის კურცხალი. კარვის გარეთ კი დიდთავადნი და სარდლები უკვე დილის თათბირზე იკრიბებოდნენ. უგზოუკლოთ მიქრო და ჭალის ბინჩი ერეკლე უფლისწული. ნადირ თბილიკებში ჩახლართული ეკალბარდი უკაწრავდა სახესა და ფერდებს. ნაშვერი შტოები ედებოდნენ ქულაჯის კალთებსა და ქობებს. ბედაური მკერდით მიარღვევდა წარაფებსა და ჩალიანებს. ერეკლემ ნათათბირებს ყველაფერი გაიგო. ზაზამ ყველაფერი უთხრა. აშინღა მიხვდა, რამ დააბნია მოთათბირენი, რად ვერ უსწორებდა თვალს ვერც ერთი. მათ შორის და უპირველეს ყოვლისა მამაც გულსაფეთქელი გაედიშა. წადილფიქრი აერია, ვეღარ იაზრა რა, ცხენს შეახდა, აღარავის შეეპუა, ტყეში გაიჭრა და ახლა უგზოუკლოდ დაქრის, აღარც იცის სადღა არის კახეთი, სად თურქეთი. ბედთან ერთად მხარიც ეცვალა. აზრი ერთს ეუბნება ალღო მეორეს, გული მესამეს, რომელს დაუჯეროს, რომელს და აი დაქრის ამ სამ მდინარეს შორის. აი ეს იორია. თბილი და თუმც შენელებული, მაინც მოჩხრიალე. არც თუ დიდი, არც თუ დიდად ღრმა. ჩალიანებში ჩაბობნული. წყალში რომ გასტოპავს, პეშს ჩააწვდენს ცხენიდან, წყალს თითებითაც ცნობს. უმცდარად იორია. გაუმეორებელი ალერსით სავსე და ისევ მიქრის ცხენი, ისევ უგზოუკლოდ, ისევ მაყვლიანი ბროწეულების ტყე, ტყიურ ლეღვების რხევა, კომშის სურნელი, ისევ მდინარე. არა, ეს კი უფრო დიდია, უფრო დადინჯებულად ნელიც, გემოთიც ტკბილზე უტკბესი. უნაგირზე შემოადგა,
მაგრამ როგორღაც მშობლიურად საამისოდ მუხლის თავებზე ალერსება, ეფერება. ფურირები თავის ჩვილს რომ გადაუსვავს ხაოიან ენას. არც ცხენი ერიდება, არც მხედარი. ეს ხომ ლაზანია. ერთობლივ კახეთის სათნო დედა, ყოველი ჩაგრული ქართველის დედობილი. კახთ ბატონიშვილისა მით უფრო. და ისევ მიაქროლებს ფიქრსა თუ ბედაურს. ისევ ბროწეულებისა და უსურვაზების ტოტ ფოთლები ედებიან. მუხებისა და ცაცხვების ძირები ებორკებიან, აბანდებენ, ხამპირიქით აჩქარებენ. ცხენსა და ფიქრს ერეკებიან. სად აჩქარებენ? ან რა დაბანდებენ? და რას საგავს თავტყის ტრიალი? აი ისევ მაღალი ნაპირი, სიოგრილი, ირგვლივ გაშლილი უკვე კარგად შემტრედებული სივრცე, აგერ ბრიყე, ფლატე, ჭავლის დუდუნი. ისევ მდინარეზე გასულა, ნუ თუ რკალს არტყავს, ირგვლივ ჩიბორიალობს, ბრთა შეტეხილ წეროსავით ცალფეხზე ბრუნავს. უკვე აკოჭლებულ და არაქად გაცლილ ცხენს ჩარხში აბორგებს და საერთოდ რა უჟმურშია ცხენ ბედაური თუ ხედარუბედური, ისევ დეზი, ისევ ნახტომი, დავლური წყალში, უნაგირზე შემოახტა ტალღა, ჯიდაოზე გადაჰკრა ცხენს, ნერმე უფრო ღრმისეული შეხმუხი ტალღა მოეგება, უკვე აცურდა ცხენი. მაღლა ამაყად ყრის ჯიშიან ტორებს. ცხენის დაო ფლილსა და სველ ჯიდაო ფაფარს ეხვევა მხედარი, ეხვევა და გულში იკრავს. გულმკერდზე ედინება სევდა და ტალღა. თითქოს შვება მოაქვს. აქ უფრო გრილია წყალი, მხარ გაშლილი, ეს უკვე მტკვარია, მტკვარი. მთელი საქართველოს ჭირის უფალი დედა, მით უფრო ბაგრატოვან მტკვარიშვილისა. არიქა მიქრის ცხენი თუ ფიქრი თავის ბედს თუ გაურბის და მაინც ბედითად ბრუნავს სამი მდინარის შუა. მათ ხერთვისში, მათი შეყრის კვანძში აირია. ყველაფერი აირია შუქ ბინდ შედედებულ და შედარდებულ ტევრში. ალღო თუ იორი, გული თუ ალაზანი, აზრი თუ მტკვარი. კარგა გათენებული იყო ცხენი რომ დაუვარდა. ჩამოხეთქი ლეღვის ტოტივით დაასკდა მიწას. ერეკლე ახლა უკვე ქვეითად ვიტოდა. უფრო ახლო უშუალოდ გრძნობდა სამთა ხერთვისის მიწას, სურნელებითა და ნაყოფით შეჯერებულ მცენარეებს. ფრინველ ნადირით ახსავსე ჭალებს, მოჩუხჩუხე ღელე წყაროებით დასირმულ კორდებს. ველმაღლობზე მოხვდა. სამყურების ხალიჩა და მარწყვის სურნელი მეფობდა ირგვლივ. დანამულ ბალახს დილის ცვრის ბროლ საყურეები ებადა, მათ კი აფშიათასი მზე ამოდიოდა. ცის კაბადონს მოხედა დაბნეულმა ადამიანმა. თვალი მოსჭრა განთიადის სხივმა. იქ, მაღლა და შორს კავკასიონის თეთრ მწვერვალებზეც 1000 მზე სხივიანთებულიყო. სადღაც იქ, ფიქრში თუ სხივში, თის წმინდა გიორგის ხატი აილანძვა. ირმისა და ჯიხვის რქები, როჭოს ფართხალ კრიახი, ბუზმენთებისა და სამკაულების ჩუმი წკრიალი, მინათებული, სანთლის კიაფივით მზერა, როჭოს ფეხებივით წითელი, კოპწია, ქოშ მაშიები. ბროლში მოკვეთილი თითები. მერმე შავთეთრ აღურბრელმა თუ
ქვაღორღიანმა ზვავმა გადაბინდა და გადათელა ყოველი. გულმა უოჩნა. ნამიან ბალახში ჩაამხო ოცნება გამწარებული ადამიანი. კარგა ხანს უძრავად იწვა, ვიდრე ნამიანმა სამყურებმა შეხურებული შუბლი და ღაწვები არ დაუამეს. ალერსისა და ამბორის გრძნობა არ აწვიეს. აშინღა იკრიფა ახალი ძალა. ადგა. ახლა ხერთვის სიკითველებს გახედა. ზრებს, ანებს, ციხე კოშკებს, საყდარ მონასტრებს, დაბებსა და სოფლებს. ყველა დაინახა. ზოგი უშუალო ჭრედით, ზოგიც გუმანის თვალითა და გულით. ისევ გულს მიენდო. ბორგნეულივით წავიდა. გზაში ყველაფერს ხელს ახებდა. ლოლიავით ვიდოდა. ეალერსებოდა ტანკენარა ალვებსა და თელებს, გადაფაფრულ ცაცხვებსა და ნეკერჩხლებს, უდამოშრიალე მუხებსა და ვერხვებს, ბობოწვერა დაკიდებულ წიფლებსა და წაბლებს, სურო და უსურვას დახვეულ თხმელებსა და ტირიფებს. არ ერიდებოდა არც ბროწეულის ეკლიანტევრებს, არც ხმარტლისა და მაყვლის ხიწვებსა და ბარტნარებს. ახლა უკვე ძონძებად ეკიდა ქართული კოხტა ქულაჯა, შემოხეოდა რუსულ სიასამურის ქობები, გასცვეთოდა ირანული წითელნატის მესტები, საკინძე და ღილკილოები მოგლეჯოდა თიულურ ახალუხს. მაგრამ მაინც წინ მილტოდა, არც გზა იცოდა, არც კვალი, არც ის იცოდა სად უნდა მისულიყო. გრემში, რა პირით? უკან, ბანაკში, მამასთან, ლაშქართან, ხალხთან, მაგრამ ეს ხომ ნიშნავდა. კარგად იცოდა ერეკლემ რას ნიშნავდა ეს, მაგრამ მისი ტყეთ გაჭრა, ბანაკიდან გაქცევა რაღაც ნიშნავდა. რაღაც. სადღაც მიუსავალში მიდიოდა ერეკლე. გულს მიენდოდა, ახლა სადაც გული გაიყვანს. დიდი ხანია შუა დღეს გადასცილდა მზე. იგი კი მიდის, სულ მიდის, რომც არ დაიღალა. ასე ივლიდა, სულ ივლიდა მშობლიური ჭალების წიაღში, ამ სამ მდინარეს შორის. მთელი სიცოცხლე ივლიდა ასე, მთელი სიცოცხლის გზას გაევლიდა, მაგრამ რომ არ გამოდის, რომ არა, აღარ საჩერდებოდა. ხანდახან თუ დაეწაფებოდა რამ ნაკადულს, ტყეში ნაჟონ წყაროს, ყოველ წვეთში ჭალატევრების სურნელსა და სალბუმს იგრძნობდა და ისევ მიყვებოდა გულის გეზსა და ძახილს. ბედისწერას ებრძოდა და აღარც ებრძოდა თითქოს. აქ რაღაც ბედისწერაზე უფრო დიდი იყო დაწერილი და მომწიფებული. ახლა კი სამი მდინარის ბუნება აღარ უშლიდა წინსვლას, პირიქით, თითქოს ხელსაც უწყობდა. ვერხეები დახრილ დროშები ვით უბორიალებდნენ მის საწვდომ ტოტებს, ბუჩქნარები და წარაფები თვით უშლიდნენ უბეებს, რბილს სავალად უგებდნენ ძველ და ახალ ფოთლების ხალიჩებს. თრემლების ლეჩაკები, სვიას და ხვიარას ფოჩებიანი თავშლები, ჩალიანების გაბმული ზრუნი სევდის მაყრებად მიყვებოდნენ უნებურ მოგზაურს. ძეძვ ეკლები ფერხთით ეგებებოდნენ და თავის ეკლებს აშორებდნენ ისედაც ეკლიანი სავალის წილხვდობილს. როდესაც საღამოს პირს გაღმიდან პირველი ზარბაზნის ხმა დაგრიალდა, ერეკლე სულ ახლო მანძილზე აღმოჩნდა ბანაკიდან. იმ ბანაკიდან, საიდანაც წუხელ გაიჭრა ასე უგზო უკლოდ და ფიქრ გაურთმევლად. მაგრამ მაშინ ახშფოთებული,
და ამაყი ბატონიშვილი იყო. ახლა კი თავდახრილი, ძონძებ თუ ძაძებ მოსილი ყალიბი. ზარბაზნის ხმის გაგონებაზე შედგა. იცოდა ერეკლემ, კარგად იცოდა, რომ მსხვერპლსაც ითხოვდა ეს გაღმური ხმა უხიაგი. იცოდა და ვიდოდა და ითვლიდა. ითვლიდავით თავისი პეტისწერის მძიმე ნაბიჯებს. კახელებმა დილიდანვე შეამჩნიეს გაღმამხრის ამზადისი. ქარი რომ ხრიანად შემოუბერავდა, კაფიოდ გამოისმოდა ხეთაჭრისა და პობის ხმა მრავალი. მომსკვდარი ბერხეების ხმა კი ყოველ კახელის გულში პოულობდა მტკივნეულ გამოხმიანს. ემზადებიან. ტივებს კრავენ, მტკვარს გადმოლახავენ, ზარბაზნებსაც გადმოიტანდნენ. ჩურჩულებდნენ კარვის წინ სარდალნი და დიდებულნი. ალექსანდრე კი აგვიანებდა თათბირს. არავის არ იღებდა. ანგი რა უნდა ეთქვა? ომის სამზადისი უბრძანა სარდლებს. მაგრამ თავად არა სჯეროდა სიმტკიცისა. გამოსავალი კი არ საჩანდა. თათბირი კი ერეკლეს განწირვას მოსთხოვდა. ერეკლე კი გაიჭრა. პირდაპირ ომი თქვას, გაიქცა ბანაკიდან. თუ ერეკლეშიაც მოტყუდა, არც სიმტკიცე ეყო, არც სიდინჯე, არც ნეობა. მამის გულს ის უფრო აბოროტებდა, რომ იგერძოებისაგან ვერ დაეღწია თავი. ერთს ჯავრობდა ჯეროვნად ერეკლეს საქციელზე, არც ემეტებოდა. მაგრამ ვერც აპატიებდა თავის პირბშოს ასეთ საქციელს. და თავის სიცოცხლეში პირველად დროთამსვლელობას მიენდო. აი, ისე ალაზანზე ჩაჩეხილი ხედიდი რომ წაუღია მოდიდებულ მდინარეს, და მისი სამეფო უმხერვალო ტივივით მტკვრის ტალღებზე დაატოვდა და დინებას მიჰყვებოდა. გაღმა კი სჭრიდნენ და ხერხავდნენ სადივეებს. მერმეყიჟინი და კანტიკუნტი შელუღი მოისმა. ფარხად-ფაშა მობრძანდა მტკვრის ბანაკში, ჩურჩულებდა ომან-ჩოლოყაშვილი. ჩვენ კი დავითიც არ გვინახავს, რა დღეშია. ფარხად-ფაშას მოსვლა თურქთ ბანაკში მალე დადასტურდა. სარდლის კარავი გამოდგეს მაღლობზე. ისევ შერმაზანმა შებედა მოახსენა ალექსანდრეს. მეტი გზა აღარ იყო. ისევ თათბირი ბრძანა მეფემ. დაგვალულ კალოს უთავბოლო ტრიალს გავდა სეფე თათბირი. ნაღვლიანად მძიმედ უმზერდა კახთ ბატონი თავის თანამდგომთ. აქ იყვნენ დიდ თავადნი, მაღალ მოხელენი, თავგანწირვაზე ლაპარაკობდნენ, კარვის ღია კარში იხედებოდნენ, გაღმისაკენ მუშტებს იშვერდნენ. ხოლო ბევრ მათგანს დარახტული ცხენი ყოველ შემთხვევისთვის თავის კარავთან ება. აქ იყვნენ დროშის მყრობელნი ეპისკოპოსნი, მხცოვანი ალავერდელიც მათ უდგათქვერდით. მაგრამ მათ ხატ ჯვარის იმედი უფრო ქონდათ ვიდრე თოფი არაღის. აქვე იყო ღამიანად მოსული ქაიხოსრო ნიკოლოზ რუსთველ მარტყოფელი. იგი ზოსიმეს უჯდა გვერდით. და რაც უფრო დიდი ხანი გადიოდა, ადრეული ჭაღარა უფრო ემატებოდა ბერმცირეს. იგი უხილავი ერში და ქცევაში უფრო და უფრო ემსგავსებოდა ბერდიც და არა თავის გვირგვინოსან ძმას. აქ იყვნენ კახეთის უფლებამოსილი მესვეურნი და ჭირის უფალნი. მაგრამ ალექსანდრე საოცარ მარტოობას გრძნობდა. მას მხარს აღარ უმშვენებდა აღარც ერთი ბატონიშვილი. გიორგის დაითხოვა. გულმა ვეღარ აიტანა მისი თათბირზე ყოფნა. კარავში სულ და ხუთული ვიწროობა იყო. მოთათბირენი დაჩიხულებს უფრო გავდნენ.
ალექსანდრე იცოდა, რომ ასევე იყო სანგრებშიაც და საფარებშიაც, სამალავებშიაც და საჩეხებშიაც. მესვეურთა და სარდალთა დაბნეულობა მათაც ედებოდათ. უმზერდა და უსმენდა ალექსანდრე მოთათბირედ. აი ახლა ნიკო ხოსრო ლაპარაკობს. მე მზად გახლავართ მეფეო და დარბაზო. დიდ სახსრითა და გამოჩინებით ვეახლო ფარხად-ფაშას. მერმე სტამბოლს და ბოლოს უკვე თუ ღმერთმა ღირს მყო წმინდა ადგილებს, იერუსალიმსა და სხვაგან, გაღმა მძიმე ელჩობას მევთავობ. მოგეხსენებათ, ოდესმე მეც ბაგრატიონი გახდით. გიორგი ბატონიშვილსაც წავიყვან. დინჯად სულ უბრალოდ მეტყველებდა ჯაჭვს შეჭედილი ბერმცირე. დავით ბატონიშვილს მძიმე ავადობას ვაუწყებ უცხოს სარდალს. დროს ვითხოვ და სნეულის გამორჩენამდე ჩვენ და გიორგი დავრჩებით თურქთა ბანაკში თუ სხვაგან, სადაც ინებებს თურქ სარდალი. მერმე კი, როდესაც დავით ბატონიშვილი წავა სტამბოლს, მეც ვეახლები. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ამინ, დააყოლა ზოსიმე. ამინ, აყვნენ მრავალნი. ალექსანდრიამ წინა დადებას ჩაეჭიდა. რა სიტყვით? ფარხად-ფაშა როგორ შეხედავს ასეთ ნაბიჯს? დაგვაცლის? მიიღებს ელჩებს? ეკითხებოდა ყველასა თითოეულს. სწორედ იმიტომ ეკითხებოდა ასე ჩაძიებით, რომ თავად ეჭვობდა. იგი რომ ყოფილიყო ფარხად-ფაშას ადგილზე არც დაიჯერებდა, არც მიიღებდა ასეთ ელჩობას და ბოლოს. თავად ალექსანდრეს თვალშიაც ეს თამაშს უფრო გავდა. მისი შვილები მართლაც ჭადრაკის პაიკები ხომ არ არიან, რომ წინა უკმოცხას. ვაგლახად არც სხვა რაიმე გზა ჩანდა. მოკარვენის დუმდნენ. ომან, რა სიტყვი, გვაცლიან? ახლა პირდაპირ ნაელჩარს შეეკითხა მეფე. მაგრამ ამ დროს გაღმიდან ზარბაზანმა დაიქუხა. ყუმბარამ სადღაც თავზე გადაუარა სეფეკარავს და ტყეში ჩავარდა. აი პასუხი, თითიასწია ომანმა. მე რაღა მეთქმის. ჩემი გაზრდილი სიმედი მქონდა. ვაგლა ხავად გაფხდომია, რომ მივწვდებოდე სიკვდილის სარეცელზე მყოფიც გამომყვებოდა სამსხვერპლოზე. მაგრამ რადგან სრულწლოვანი ბატონიშვილები გვერდს ვეღარ გიმშვენებენ, ეზღა დაგვრჩენია ზარბაზნებს მკერდები მიუშვიროთ და ძვირადღა დაუფასოთ ჩვენი სიცოცხლე. მეორედ, უფრო ახლო, მაგრამ მაინც განზე დაეცა თურქთა ყუმბარა. ხოლო ომანის ყუმბარა კი პირდაპირ გულში ხვდა მეფეს. მაგრამ ამაზე უარესი ის იყო, რომ მეფემ აშკარად იგრძნო, ასა და კარავს შორის სრული გათიშულობა გაჩნდა. რაღაც უხილავი ხიდი ჩატყდა და ახლა გაღმა-გამოღმა არიან ერთ ვიწრო კარავში. გადამწყვეტ თათბირად მსხდარნი. იგი აღარ უსმენდა ალავერდელის გრძელსა და სათნო ღაღადის. არც კარვის ირგვლივ შექმნილ მოძრაობას. გაღმა მხრიდან კი მოხეთქილ მუხების ხმაზე ქუხდნენ თურქთა ზარბაზნები. კამეჩი ზმუილივით მოხმიანე ყუმბარები გამოღმა კიდე სანგრებს ეხეთქებოდნენ. მალე თურქებმა სატივე ხეებით შემოაცურეს მტკვარში. შორიდან დანახული ტყავგაცლილი მორები დახოცილ კახელ მეომრებად ეჩვენებოდა ალექსანდრეს. ზარბაზნების აგუგუნება უკანასკნელ გაფრთხილებას ნიშნავდა. დღეს კიდევ მოელოდნენ მძევალს. ხვალდილით კი
მთელი ლაშქრით გადმოლახავდნენ მტკვარსა და დაიღუპა იორალაზნის სამოთხეც. თურქებმა ჩანს უკვე იცოდნენ სად იყო კახთა მთავარსადგომი. სულ უფრო ახლო და ახლო უწევდნენ ყუმბარებს, უფრო და უფრო ღელავდნენ მოთათბირელი. სად არის? სად? ჩახრილ ტუჩებს შორის შავ კატასავით დადიოდა ყრუჩურჩული. ეს იცავად? თუ გაიხიზნა, თავი გაარიდა? სად არის? სად? ერთი ყუმბარა სეფე კარვის თავზე მოხრილ ვერხვს მოხვდა და გადახედქა. მისი შტოები კარვის აწეულ კალთასაც წვდნენ და ჩამოშალეს. ჩრდილი ჩამოწვა კარავში. გარდა ალექსანდრესი ყველაზე წამოვარდა. დასხედით დარბაისელნო, სიდინჯე. ჩვეულად წამოიძახა მეფემ, მაგრამ არავინ დამჭდარა. სად არის? უკვე ხმამაღლა წამოიძახა ვიღაცამ. ჩვენ აქ ვიჯდეთ, ის კი გაიხიზნოს? მართლაც სად არის? მრავალნი ახმიანდნენ კარვის ბინჯში. არვის დაუსახელებია, მაგრამ ყველა მიცოდა, რომ ერთსა და იმავე პიროვნებას გულისხმობდა ყველა. რას აგავს ეს? ამ განსაცდელის ჟამს სად არის ბოლოს და ბოლოს? აქ გახლავარ. უეცრად დაირხა დინჯი სიტყვა. ყველა კარვის კარისაკენ მიბრუნდა. აწეულ კალთაში საზეიმოდ გამოწყობილი ერეკლე ბატონიშვილი იდგა. მანაც იცოდა, რომ მას ელოდნენ ყველანი, მხოლოდ მას, და ამ წუთს მიხვდა, რომ მას არც შეეძლო არ მოსულიყო, რომ თვით ის გაჭრაც ბანაკიდან არა გაქცევა იყო, არა სიმუხთლე და შიში, არამედ სიყვარული. უანგარო სიყვარული და უკანასკნელად ხილვის დაუძლეველი სურვილი. გაიჭრა, ძველებურად გაინავარდა, ყველას მოეალერსა, ჩუმი მშვიდობა უთხრა იორს, ალაზანს, მტკვარს, მაღლა შორეულ კავკასიონს უფრო ახლოს ცივ გომბორსა და ულამაზეს ალაზნის ველს. ჯავარ ვენახებსა და ომახიან კაკლებს, უღრანჭალებსა და ტევრებს. ყველაფერს თვალითა და ხელით შეეხო, თავისი სამოსის ძაძა, გულისა და საკინძის ძაფი და ნატამალი შეატოვა და ახლა მოვიდა. აი აქ, სადაც უნდა მოსულიყო. ყოველი ქართული ნერგისა და შთანერგილის, ნანახისა და განცდილის სახით და სახელით და აი დგა საზეიმოდ გამოწყობილი დიახ, იმავ სამოსში იყო. იქ მთის საიდუმლო ნიშნობისას. ახლა თითქოს გაცხადებულ ქორწილზე მოდის. დასხედით დარბაისელნო. დინჯი ხმითვე გაიმეორა მან მამის ნათქვამი და ის, რაც მეფე ალექსანდრეს არ გაუგონეს, ერეკლესაგან გარდუალ ბრძანებად მიიღეს. ყველანი უმალ დასხდნენ. მხოლოდ ალექსანდრე ადგა. ახლა იგი ადგა. ადგაო? არა. ამაღლდა. უზარმაზარი სიმაღლე მოიცვა. მოვიდა მისი პირმშო. თავად მოვიდა და მერმერა დროს. ალექსანდრე მიგრძნო. კისრის ძარღვებმა დაუწყეს თამაში. ვეღარაფერი თქვა. ხოლოდ განზე გადგა და თავის მოახლოებულ პირმშოს მეფის და საჩდომელი დაუთმო.
ვით კახთა მეფის მემკვიდრე და თანამოსაყდრე ყველას მხნეობას აკთხოვთ. ხოლო გაღმა ფარხად ფაშას მე თავად ვეახლები. მერმე ვეახლები მურად სულთანსაც, შორეულ სტამბოლს. ვისაც ეხება ვბრძანებ, წუხრისას ტივი მზად იყოს. ელჩიონი ალბათ მზად არის? და მამას გადახედა ერეკლე. მზად არის, შვილო. ერეკლემ მამის მოწოდებული გრაგნილი დაკვირვებით ჩათვალიერა. ანაზდად? ომან ჩოლოყაშვილი წამოიჭრა, ერეკლეს ფერხთით ჩაიკეცა, მეც თან მიახლეთ სულ მაღალო, გულმოდგინეთ გემსახურებით, თან ხელებში ჩამალა სახე. მისა მოძახილში განსვიფრებაც იყო, სიხარულიც დაიქნებ, გვიანი სინანულის ნაგერალა გრძნობას. არა, შენ ჩემს ავადმყოფ ძმას მიხედე, იქნებ შეუმსუბუქო რაიმე დავიც. გაღმა კი მხოლოდ ეპისკოპოსს, რუსთველ მარტყოფელს წავიყვან და აზნაურ ზაზა კახნიაურს. ორიოდ მეჯინიბეც და მსახურნიც თუ დამჭირდება. დანარჩენები კი აქ დარჩებიან. დიდი ამალა არც ჭირდება და არც შეფერის გარშივებულს. ერეკლემ გრაგნილი განზე გადასდო და ნიშანი სცა. ახლა ყველამ თავთავის საქმესა და ლაშქარს მიხედოს. პატივი დამდონ, აქ დარჩებიან ალავერდელი, ზოსიმე ბერტიდი, დროშის მყრობელნი ეპისკოპოსნი, შერმაზან სარდალი და გიორგი ბატონიშვილი. მოთათპირეთ მხოლოდ ახლაღა შეამჩნიეს, რომ კარვის კალთასთან თვალცრემლიანი გიორგი იდგა. ეს მან გამოაწყო, ასე ვთქვათ, საქორწილოდ თავისი უფროსი და საყვარელი ძმა. მუხლმძიმედ ნელ-ნელა გადიოდნენ დიდებულნი, ვიდრე კარვის კალთას არ გასცდებოდნენ. მოხიბლულ თვალებს ვერ აშორებდნენ მეფის მოულოდნელ თანამოსაყდრეს. ბოლოს მარტოთქმულნი დარჩნენ. მამაო, შენც ნუ მიწყენ, მაპატიე სულ მოკლეობა. შვილო, მე გაპატიო? მეტი ვეღარა თქვა რა ალექსანდრემ და სწრაფი, მაგრამ უსწორო ნაბიჯით თავის სადგომში გავიდა. ერეკლე ოდნავ შეარყია მამასთან საუბარმა, მაგრამ როგორც კი გავიდა მამა, შვილმა ისევ მოიპოვა სიდინჯე. გიორგი, აბა გამოასვენე, მიართვი ალავერდელს. გიორგი წინ წამოდგა და ოქრო ქსოვილში შებურული ბაგრატოვანთა საბრძოლო ხატი გადასცა ალავერდელს. მან უმალი საზრა, გარსაფარი გააცალა, სასვეებით იამბორა და ხელმკერძე ხატის პირის ჩენით მოივისვენა. ფიცავ, არ ვუმტყუნო ჩემს რჯულსა და ქვეყანას, არ უღალატო ჩემს თვისტომთ, არამც და არამც. ყველას დუმდა. ამინიც კი გამორჩათ სათქმელად. ერეკლესაც ერეოდა ღელვა. აკლდებოდა ფიცის სიტყვები, გრძნობდა ამას და ჩქარობდა უმოკლა სათქმელს. ფიცავ, არამც და არაოდეს არ ვეზიარო მტრის ზრახვებს. არც მოვიკვეთო შიში ღვთისა და სამშობლოს სიყვარული აცდამარადის. აი მარჯვენა ჯვარის მსახველი და ფიცის მოზიარე. პირჯვარი ისახა, ხატს ეამბორა და ახლა ძმას მიუბრუნდა. დავით სნეულია, მამასა და მამულს შენ გაბარებ გიორგი. ხელი მხარზე გადახვია, ჩააჩოქა, ხატის ამბორი და ფიცი მასაც მიაღებინა, მერმე მობრუნდა და ნელი დაღლილი ნაბიჯით გავიდა კარვიდან. კარგა ხანს იდგნენ ბაგრატოვანთ საბრძოლო ხატის ირგვლივ გულშეზრულნი ბერ ეპისკოპოსნი. მერმე ჩუმად
ნაგვიანებად სულია მოითქვეს. ამინ, გისმინოს უფალმა. ერეკლე აღარ იყო კარავში. იგი მტკვრის პირას გამდგარიყო. გაღმა მხარს გასქეროდა და კარავში ვეღარ დასრულებულ საფიცარს მტკვარს უჩურჩულებდა. ხატთან თქმულზე არანაკლები გულმხურვალებით. მტკვარს კი აღმამავალი ღამის ბინდი შავი ტივივით შემოსდგომოდა. მოდდუნ ტალღებს ქვეშ ხუთავდა და თითქოს მთქავდა. სდუმდნენ ზარბაზნები. მომრავლებული ეგრეთ წოდებული გაღმის ვარსკვლავები ზედკიდეს მოსდგომოდნენ და ბინდში მგლების თვალებივით კიაფობდნენ. და აღარც დიდხანს გაუვლია. ნაპირზე მოჯარულ, გარინდებულ კახთა ლაშქრის წინაშე მტკვრის დენას ჩამოჰყვა ჩირაღდნებით განათებული ტივი. წინ თავშიშველი და თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ერეკლე ბატონიშვილი იდგა. ცოტა უკან და გვერდით ნიკოლოზ რუსთველ მარტყოფელი, ზაზაკახნიაური და ხუთიოდ მხლებელი. ორ თაყვირებს ერეკლეს უახლოესი ძმა და ნაფიცები და ნიშნობის მაყარ მეჯვარენი, ორნი ძმანი ვაჩნაძენი უსხდნენ. ტივზევე იდგნენ და შფოთავდნენ წამსვლელთ ცხენები. ორ ჯგუფად ეწყო ვაშკარანი ხურჯინები, ბოხჩები, გვაბანაკები, ზანდუკები. პირველ ჯგუფში სულთნისა და ფარხად ფაშისა და სხვათა ხარკსაჩუქრები იყო. მეორეში კი დიდი სახსარი, იერუსალიმისა და სხვა წმინდა ადგილთათვის შესაწირავი. ტივს ნაპირ-ნაპირ მოსაბრუნებამდე ფეხთაფეხ მიჰყვებოდა ალექსანდრე თავისი ამა ლაშქარით. მას თალხის ამოსი ეცვა და ბინდში ხელებ წარზიდული აჩრდილს გავდა. მოსაბრუნებში სამღვდელოება და სარდლობა იდგა. დახრილ დროშებს მგლოვიარე დედებივით ლეჩაკები წინ წამოეყარათ, ხოლო ალავერდელის ნაჩქარევ ლოცვას მგალობელნი უსწრებდნენ და სევდიანი ხმა ტივის ჩრდილივით ეფინებოდა მტკვარსავალს. მრავალ მოლაშქრეს ცრემლი დაოხრა მორეოდა და მრავალნი გულში იცემდნენ ჯიღებს. მტკვრის მარცხენა ნაპირზე მრუმი და გლოვა იწვა. გაჩირაღებულ ტივიდან უკვე არაფერი ჩანდა, მაგრამ ლაშქრის დრუნი ისმოდა. საქორწილო წამოიწყეთ, საქორწილო, რას იფიქრებენ? გაღმაც ესმით, წამოიძახა შედრწუნებულმა ერეკლემ. პებურ, თამას, ზაზა, აბა ძმებო, როგორც იქ მთაში. არ გამოგვივა ჭირის ძმაო, ვერ ვიტყვით, თავი ებრუნეს ორ თაყვირებს დააწვნენ მეჯვარენი. მაშინ მეტი ვურიან სხვა რამ. სულ ერთია, ოღონდ არა ის. მარცხენა ნაპირისკენ ხელი გაიქნია ერეკლემ. სმენა ღალატობდა და მას. თურქობაში მიმავალს სულთა თანათ მოესმოდა დაშორებულ კახურ ნაპირის ლოცვა გალობა და ვერ დაფარული გმინვა. აღარც გაღმა ნაპირი იყო შორს. ჭკროდ გადმომდგარნი თურქნი დაუფარავი ხალისით მოელოდნენ გაჩირაღებულ ტივს. პებურმა ალღო აუღო თავის ძმა და ნაფიც ბატონიშვილის სულის კვეთებას. გული გაიქვავა ძმას, ზაზას და სხვა კახთა ნიშანის სადამად შეგოგუნებულ დაბალ ბანზე კახურ მეტივური გამოქარგა. ტივო, ხორანთას შეკრულო, ჩამონაცურო მტკვარშია, შენ ჩემო ძმაო ბედკრულო, შვება მომეცი გზაშია, შემობრუნებაც მისურვე, ალაზნის ქვეყანაშია.